Შეხვედრა მოხდა მიუნხენში ალიანსის თავმჯდომარის და ბატონი ლავროვის ეს შეხვედრა არ ყოფილა შემთხვევითი დერეფანში ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი მანამდე ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები და არ გვინდა ახლა ლავროვთან შეხვედრა და მალ ალასანიამდე მე ეს ახალი იმ შეხვედრას რაც უძღოდა წინ ის შეხვედრები არ არის საზოგადოების ცნობილი და ხა ვილაპარაკეთ შეხვედრას რაღაცა ვილაპარაკეთ დავით ქაქუბარია დღეს დამირეკა და ისე ვარ მე აქ ეს არ ჩამოვარდნილ ვარ წინ მას უძღოდა წინ სხვა შეხვედრები და ეს არ იყო დერეფანის შემთხვევით შეხვედრა და იყო რაღაც მოლაპარაკებები და ხა არ არის საჭირო შეხვედრას წინ უძღოს არ არის საჭირო ყველაფრის გაშიფრო და რაიმედები არსებობდა ამაზეც მოლაპარაკებთ ახლა და როცა სანამ რას გალაპარაკეთ სანამ რაღაცა თურამე სალაპარაკო აქვს სოზარ სუბას დათო უსუფაშვილზე თქვა საერთო ეთერში რა სოზარ სუბას თურამე დათო უსუფაშვილზე სათქმელია აი ამ ეთერში თქვა და თუ ქონდა ურთიერთობები და ის ურთიერთობები იყო სწორი და ის რაც მაშინ იყო სწორი რომ ურთიერთობები არის დასალაგებელი ის არ შეიძლება დღეს იყოს შეცდომა ვინ გეუბნება რუთიერთობა არ არის დასალაგებელი დღეს ვამბობ რა არის დასალაგებელი სხვა მოლოდინებიც არსებობდა არ ვამბობ რომ ურთიერთობები დასალაგებელი ახლა და ნუ ლაპარაკობთ განსხვავებას ვერ ხედავ ურთიერთობების დალაგებასა და რევოლუციის გაკეთებაზე იმის იმედზე რომ ვიღაცა ლეგიტიმაცია არჩევნებში მხარდაჭერაზე ესეც იგივეა ვერ ხედავ განსხვავებას არჩევნებში მხარდაჭერა მოლოდინიც იგივეა და ხა არ არის საჭირო ყველაფრის გაშიფრვა, როცა რაღაცები გვიდგას ზურგს უკან. არ უნდა ვთქვა ზედმეტი. სოზარ, არც თქვენ პირადად არც ალიანსის სოზარ, რაც ზურგს უკან იდგა და ზურგს წინ იდგა და პირს უკან და პირს უკან. ვიცი. თქვი რა. თუ კაცი ხარ თქვი აი აქა რა. არ ვიტყვი ხლა ამ არ იტყვი, იმიტომ რომ არაფერი არ იყო მოლოდინი დაფინანსებაზე, მე დაფინანსებაზე იყო. რა დაფინანსებაზე? ალიანსზე. ნაძირალა ყოფილხარ შენ? ნაძირალა შენ ესე არ არის სოზარ არა თქვენი ყველაფერი წაგეშა ლათო დება შეზოს ინდისში ამ რევოლუციის ლეგიტიმაციას თქვენ სად აპირებთ საერთაშორისო ასპარეზზე როდესაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი და ევროპა და დემოკრატიული სამყარო იმიტომ რომ ავტორიტარი სააკაშვილის და ხარვეზებზე თვალებს ხუჭავდა ესენი არიან თუნდაც პრობლემის სათავე და იმათ უნდა ვებრძოლოთ ასევე და ვაპროტესტოთ ვინ გინდათ რომ გიღიაროთ ეს რევოლუცია ძალიან ლოგიკური ამბავია რჩება ერთადერთი ძალა ვისაც ამ კონკრეტულ ვინ არის რუსეთი რომელსაც შეუძლია ასეთი რევოლუციის ლეგიტიმაცია და აღიარება იმიტომ რომ ძალა რომელიც მოდის და ამბობს რომ ამ ჩემი ქვეყნის პრობლემებში თავარი დამნაშავე არის ის რომელიცაც ეს მიაღვარი მოედინება და წალეკა ქართული საზოგადოება გასაგებია რას ამბობთ ამბობთ თქვით ამიტომ თქვით ჩვენი პარტიიდან თქვენს ნათქვამზე იყო შეფასება ძალიან კარგია რომ ბოლო-ბოლო თქვით ეს ამბავი კი ბატონო ეს არის თქვენი გეზი ეს არის თქვენი კურსი გასაგები ამბავია ქართული ხალხიც გაიგებს ამას მეც გავიგებ და სხვაც გაიგებს